როგორც მიაქციეთ ყურადღება, მე ვიშევანკა უკრაინის ეროვნული სამოსი, მაცვია ეროვნული სამოსით ვარ შემოსილი. წელიწადში ორჯერ 24 თებერვალს დღევანდელ დღეს და 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მე ვიმოსები სწორედაც რომ ვიშევანკით. დღეს 24 თებერვალია, 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი საბაბის გარეშე, პრინციპში ამას აკეთებს რუსეთი ყოველთვის, ყველგან, სადაც მას ეს გაზდის. 4 წელი ომის, სისხლის ღვრის, მეორე მხრივ გმირობის, მესამე მხრივ შეცვლილი ევროპის და კიდევ ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით დამსხრეული, პრინციპში მაინც დამსხრეული იმპერიული ზრახვების თუ მითების იმის თაობაზე, რომ რუსეთი არის უძლეველი სახელმწიფო. ეს არ არის უბრალოდ ომი ორ სახელმწიფოს შორის, ეს არის ომი იმისათვის, თუ როგორი იქნება 21 საუკუნე, როგორი იქნება ყველასთვის, არა მხოლოდ უკრაინისათვის, არა მხოლოდ რუსეთისათვის, არამედ მთელი სამყაროსათვის ეს იქნება თუ არა სამართლიანი, შეიქმნება თუ არა, როგორც იქნა, შეიქმნება თუ არა სამართლიანი, სამართალზე და სიმართლეზე დაფუძნებული სამყარო. რატომ დაიწყო ეს ყველაფერი რუსეთმა, ეს ყველა ვიცით პრინციპში, მაგრამ მაინც გავიმეოროთ, კრემლმა მას ამ შეჭრას უსამართლოს რა საკვირველია, არაპროვოცირებულს, ასეც ითქმის ხოლმე, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ეგრეთ წოდებული SVO უწოდა. ოფიციალური მიზნები ვიცით, ეს არის დენაციფიკაცია უკრაინელებისა, თუმცა რას ნიშნავს, კარგად ვერ გაურკვევია ვერავის. პრინციპში დენაციფიკაცია ალბათ მაინც არის დებანდერიზაცია, ანუ ნუ იქნებით უკრაინელები, ნუ გექნებათ უკრაინელების უკრაინული იდენტობა, უკრაინის იდენტობა და დემილიტარიზაცია, ანუ განიარაღდით ეს იყო გზავნილი მოსკოვიდან და იმ ხანად 24 თებერვლამდე არავინ პრინციპში არ ფიქრობდა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა. კი რა საკვირველია, ახლა უკვე 4 წლის თავზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აი ბრიტანეთის დაზვერვას ჰქონდა ეს ინფორმაცია და გერმანიის არ ჰქონდა, დაზვერვას არ ჰქონდა, მაგრამ პრინციპში ესე 100%-ით ვერავინ ვერ იტყოდა, რომ რუსეთი მართლაც გადადგამდა ამ მისთვის ძალიან ძიმე და რა საკვირველია მისთვისვე არასწორ ნაბიჯს გამოჩნდა ასე და აღმოჩნდა ასე. რეალური მიზეზები რეალურად იყო სხვა. უკრაინა საბოლოოდ უნდა დამარცხებულიყო და რუსეთი უნდა დაბრუნებულიყო უკრაინაში. რუსეთის ორბიტაში უნდა მოქცეულიყო უკრაინა და უკრაინას უნდა შეეწყვიტა საკუთარი ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ინტეგრაცია რეალური რომ იყო ევროკავშირში სულ მინიმუმ და ვინც ის და იქნება ნატოშიც, ამიტომ რუსეთი გადაფსიხდა, თუმცა მაგალითად ფინეთზე, სადაც რომელთანაც მან მიიღო 1250-1300 კილომეტრიანი საზღვარი, რუსეთი ვერ გადაფსიხდა, იმიტომ რომ ფინეთი მაინც გასულიყო აი პოსტსაბჭოთა სივრცეებზე, უკრაინაზე, საქართველოზე და სხვებზე. რუსეთი იცით თქვენ რომ აცხადებს პრეტენზიას და ამბობს რომ ეს ჩემს კონტროლში უნდა იყოს ეს სახელმწიფოები, მე უნდა გავაკონტროლო. რეალური მიზეზი იყო და არის საბჭოთა კავშირის სხვა სახელწოდებით, რა საკვირველია, საბჭოთა კავშირის აღდგენა თუ მოინელებს უკრაინას, თუ მოინელებდა უკრაინას და მოინელებს უკრაინას, ამ შემთხვევაში ყველა სხვა სახელმწიფო 12 რესპუბლიკა იგულისხმება, 11 დანარჩენი, ასე ვიტყვი და ბალტიის სახელმწიფოები. არა, რუსეთი ამ სახელმწიფოებში შევა და ვინც ის და ფიანდაზებსაც კი გაუგებენ თუ დაუგებენ, ხალიჩებს დაუგებენ ცალკეული სახელმწიფოები, პირველ ყოვლისა რა საკვირველია, ლუკაშენკას ბელარუსი და ივანიშვილის საქართველო, თუ ივანიშვილი დარჩა. ამაზე დღეს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პასაჟი იყო ჩემი აზრით. უკრაინა იყო მოდელი ერთგვარი, საქართველოსი არ იყოს დემოკრატიული მოდელი და ეს არის საფრთხე ავტორიტარული რეჟიმებისათვის და რუსეთისათვის, როგორც ბოროტების ღერძისათვის. ეს იყო იმპერიის რევანში, არა იმდენად რევანში, ამიტომაც რევანშის მცდელობა, საბჭოთა კავშირის ნგრევის, ისტორიის კი არა ისტორიული ტრაგედიის
ვიყო ასე რევიზია, გეგმა იყო რომ სწრაფად შესულიყვნენ, კიევი აიღოთ 3 დღეში, ხელისუფლება კიევიდან გაეძევებინათ, ჩამოეშალათ და გაეძევებინათ, დასავლეთი უნდა დააბნეულიყო, დაბნეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრინციპში და ეს ყველა ვიცით, 4 წელია მართლა გასული ხო, მოხდა ის, რაც კრემლს არ გაუთვლია უკლებლივ ყველა პროფესიონალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეტყვით ერთს და მთავარს. ეს იყო მის კალკულაცია, არასწორი კალკულაცია 3 დღეში, 4 დღეში, 5 დღეში, 6 დღეში, 7 დღეში, 18 დღეში კი არა. აგერ რამდენი დღეა 365 გამრავლებული 4-ი და პლუს 1 დღე რამდენადაც ხვდები, უკრაინა არ დაცემულა და იმიტომ რომ ტოტალური, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ტოტალური წინააღმდეგობა შეხვდა რუსეთს. ზელენსკი არ წავიდა უკრაინიდან, კიევიდან ომის პირველივე დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი მას თავაზობდა ევაკუაციას, თავშესაფარს. ხო, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები ის გახსოვთ თქვენ კიევის ცენტრში გამოსული ამბობს, რომ თანაგუნდელებთან ერთად აქ არის არსად არ მიდის, არ დებდება. მისი პასუხი არის ისტორია უკვე, მე მჭირდება იარაღი, მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არ მჭირდება ტრანსპორტი. აი ეს იყო მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო მისი პასუხი. მე არ მჭირდება ლიმუზინი, მე არ მჭირდება ტანკი რომ გავიდე, მე არ მჭირდება რაღაც ლაქშერი თუ არა ლაქშერი, მაგრამ თავშესაფარი. მე მჭირდება იარაღი და დროთა განმავლობაში ზელენსკიმ უკრაინამ ეს იარაღი პრინციპში ყველა ადმინისტრაციის დროს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და სხვა იყო იმხანად, მაგალითად გერმანიის კანცლერი ხო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სხვა იყო ხო, პრინციპში მაინც მიიღო და განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით გამოსარჩევია მიმდინარე 2026 და წინა წელი 2025 ევროპის მხრიდან დახმარების კონტექსტში. მე არ მჭირდება ტრანსპორტი, მე მჭირდება იარაღი. ეს ფრაზა იქცა ომის ფსიქოლოგიურ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ომში, ამგვარ ომში, 21 საუკუნის ომში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა, ფსიქოლოგიური უპირატესობა და გარდამტეხი იყო ეს მათ შორის უკრაინის საზოგადოებისთვისაც, მათ შორის უკრაინის რუსულენოვანი საზოგადოებისთვისაც ეს რომ ვიცოდეთ მაინც. სახელმწიფო არ ჩამოიშალა, რუსეთს ეს უნდოდა რომ ჩამოშლილიყო, ხელისუფლება დარჩა, კიევი არ დაეცა და ეს იყო სიგნალი ყველასთვის, ყველა ქალაქისთვის, ყველა რეგიონისთვის, ყველა სოფლისათვის, ყველა მოქალაქე, უმრავლესობას გულისხმობს. ცხადია, რომ ისინიც არ უნდა დანებებულიყვნენ და ასე გრძელდება დღემდე. თუმცა რასაკვირველია იყო ტალღები და ძალიან მძიმე ამბებიც. მაგალითად ბუჩა, ეს არის წერტილი, სადაც შეიცვალა ომი, როცა უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ბუჩა. მსოფლიომ ნახა და მაშინ ნახა სწორედ ქუჩებში დახრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა. მე გაგიკვირდებათ და მინახავს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ვაგლახ სამწუხაროდ გული უნდა მოგიკვდეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბუჩა იყო დადგმული, რომ არავითარი ამგვარი რამ არ მომხდარა. ეს იყო რაღაც უხეშად ფოტოშოპში თუ რაღაც პრემიერში აწყობილი კადრები, რაც რასაკვირველია, ტყუილია, ქუჩებში დახრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ბოდიში ამ სიტყვისთვის ეგდო, ეყარა, ნაწამები, გაუპატიურებული ბავშვები, მოხუცები, ქალები, რუსეთმა დაატრიალა არნახული ტრაგედია. იცით თქვენ, აღარ ვიტყვი იმაზე, რის გამოც ჰააგაში, რატომ არ ვიტყვი მეორე მხრივ, რის გამოც ჰააგაში ბრალ დადებულია პრეზიდენტი პუტინი, იცით თქვენ, რომ უშუალოდ ის მონაწილეობდა 20 და მეტი ათასი ბავშვის, უკრაინელი ბავშვის გადასახლებაში რუსეთის სიღრმეში. მოკლედ, ხელებს შეკრული ადამიანები ვნახეთ ჩვენ ბუჩაში, მთელმა მსოფლიომ ვნახა, მასობრივი სამარხები ვნახეთ, цариელი, თავმოჭრილი ადამიანები ვნახეთ, თვალებ ამოგდებულები. მე შეგნებულად კი არ ვადრამატიზებ ეხლა, ხო ეს მართლა იყო, ბუჩა გახდა სიმბოლო. ბუჩა იქცა სიტყვად, რომელიც აღარ საჭიროებს განმარტებას, სადაც არ ვინც იცის ამის თაობაზე, ახალ ზელანდიაში, შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, თავისი ნორვეგიაში, იაპონიაში, აფრიკის ჩრდილოეთით თუ აფრიკის სამხრეთით, თუ უხსენებ ბუჩას, თუ ერთხელ მაინც უნახავს კადრი, ის სიტყვის რისი სიმბოლოა, მათ შორის წინააღმდეგობის
და არ გატეხვის სიმბოლოც არის ბუჩა, იცით თქვენ. ამ მომენტიდან ეს ომი აღარ იყო მხოლოდ ტერიტორიული დავა. ეს იყო აღარ იყო მხოლოდ ტერიტორიული დავა, ეს იყო მორალური ბრძოლა. მორალური ბრძოლა სამართლიანობისათვის და სიმართლისათვის და ბრძოლა იმისათვის, რომ შენ ღირსება შელახული არ ყოფილიყავი. იმიტომ რომ ბუჩაში და სხვაგანაც რა საკვირველია, მაგრამ ბუჩაში პირველ ყოვლისა რუსეთმა ყველა მორალი დაარღვია. 21 საუკუნის მორალური პრინციპები კი არა, ყველა საუკუნის, ყველა ხალხის, ყველა ქვეყნის, ყველა ხელისუფლების მორალური პრინციპები დაარღვია და ღირსების აღდგენისთვის ბრძოლად ომად გარდაიქცა ომი უკრაინაში, ომი უკრაინისათვის. შემდეგ იყო მარიუპოლი, ქალაქი, რომელიც დაწვეს რუსებმა, მაგრამ ვერ გატეხეს ასევე. თუ ბუჩა იყო შოკი, მარიუპოლი იყო ტრაგედია, ძალიან დიდი მასშტაბით, მაგრამ მარიუპოლი თვეების განმავლობაში იყო ალყაში ერთის მხრივ, არ დაეცა, ქალაქი ნადგურდებოდა ავიაციით, არტილერიით, რაკეტებით და ბოლოს დარჩა ერთადერთი ადგილი, აზოვსტალი და ჩვენ ვნახეთ ადამიანები გადმომხტარები ისტორიიდან, წარსულიდან გადმომხტარი უკრაინელები, რომლებმაც წარმოუდგენელი ვერ აღხსნით. ვერც ერთი კარგი ისტორიკოსიც კი ვერ აღწერს სრულად იმას 21 საუკუნეში. სურო ვიდეო კადრები დაურთოს ამ ყველაფერს, ვერ აღწერს იმას, რაც არის, რისი სიმბოლოც არის და რა მაგალითიც არის აზოვსტალი. მიწის ქვეშა გვირაბები, მცირე მარაგი, გასხივოსნებული ადამიანები, დაჭრილები, ასაკვირველია გაუბედურებულები. აზოვსტალის დაცვა გახდა თანამედროვე ხისმადასტურებელი ეპოსი, უგნებავთ ასე ვიტყვი. რამდენიმე ასეული მებრძოლი კვირების განმავლობაში აკავებდა ათასობით სამხედროს მოწინააღმდეგე რუსეთისაგან. ეს იყო არა მხოლოდ სამხედრო წინააღმდეგობა, ეს იყო ნების გამოცდა, უდრეკობის მაგალითი. მარიუპოლი დაეცა აზოვსტალიც, ასე ვიტყვით უგნებავთ, მაგრამ ის გახდა სიმბოლო, რომ უკრაინა, კიდევ ერთი სიმბოლო, რომ უკრაინა არ ნებდებოდა, სლავა უკრაინე. მანამდეც იყო ეს ნათქვამი, მაგრამ მე კიდევ უფრო ხმამაღლა ითქმის, წარმოითქმის ეს წინადადება სლავა უკრაინე, გეროям სლავა. ხიდება გმირებს. კრეისერ მოსკვას ჩაძირვა, ესეც რომ არ გავიხსენოთ, წარმოუდგენელია, იმპერიული სიმბოლოს ჩაძირვა, შავი ზღვის ფლაგმანია. შავ ზღვაზე რუსეთი დომინანტია. თურქეთიც კი არა, თუ ბულგარეთი და რუმინეთი არა, თუ უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი და საქართველო, თურქეთიც კი ვერ უწევენ მას, რაც საკვირველია, ვერანაირ წინააღმდეგობას და ამის ფლაგმანი, თავარი გემი არის კრეისერი მოსკვა. და ჩაიძირა უკრაინული ნეპტუნის დარტყმების შედეგად რაკეტებით და ეს იყო რუსეთისთვის შოკი და მთელი მსოფლიოსთვის შოკი იყო, ასე გეტყვით, ხომალდი, რომელსაც ერქვა რუსეთის დედაქალაქის სახელი, ჩაიძირა იმ ქვეყნის სანაპიროსთან, რომლის დამორჩილებასაც ცდილობდა და ცდილობს ახლაც, უშედეგოდ რა საკვირველია, დედა საიმასქნებელი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, თუმცა საუკაცრავო რა არის მეორე მხრივ, დედა საიმასქნებელი ეს საშინელი, საზიზღარი ქვეყანა. და ესეც მნიშვნელოვანი ამბავი, მნიშვნელოვანი ეპოქა, ხო? ასე ვიტყვი, უკლებლივ ყველა მიკრო და მაკრო ბრძოლა უკრაინისათვის. ეს იყო მომენტი, ამ მომენტმა აჩვენა, თუ გინდა ნებავთ ესე ვიტყვი, რუსული სამხედრო ძალა არ იყო უძლეველი. იბზარებოდა სამხედრო ძალა. აბა მოსკვა როგორ ჩაიძირა მართლაც, ხო? არ შეიძლება მოსკვას ჩაძირვის გარდა არ ვახსენოთ ხარკოვის კონტრშეტევა, მაგალითად. მითის მსხრევა 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინამ მოულოდნელი და ელვისებური ოპერაცია წამოიწყო ხარკოვის მიმართულებით. რუსული ფრონტი რამდენიმე დღეში, რუსული უძლეველი არმია რამდენიმე დღეში დაიშალა 1000-ობით კვადრატული კილომეტრი განთავისუფლდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარკოვი არ არის მაინც უკრაინულ ენოვანი, უკრაინულ ენოვანი ქალაქი, ის უფრო რუსულ ენოვანი ქალაქი იყო და არის, მაგრამ რუსებიც მათ შორის,
რომლებიც სახლობდნენ და სახლობენ ხარკოვში, იყვნენ ერთიანი უკრაინის მხარეს, იბრძოდნენ უკრაინის მხარეს იმპერიული დედასაიმასქნებელი ქვეყნის წინააღმდეგ. სოფლიო მიხვდა, ეს ომი არ მიდიოდა, აი ხარკოვის შემდეგ, არ მიმდინარეობდა, მიდიოდა კრემლის სცენარით და ამ ყველაფერს დაერთო მერე უკვე ხერსონი, ერთადერთია ხერსონი, ეს უნდა ვიცოდეთ, ერთადერთი ოლქია, ოლქის ცენტრია, ოლქის მთავარი ქალაქია, რომელიც რუსეთმა აიღო და მეორე მხრივ დაკარგა, გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ იქაც წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს უკრაინელებმა. ხერსონი იყო ერთადერთი ოლქის ცენტრი, რომელიც რუსეთმა კვლავ ვიმეორებ დაიკავა, შემდეგ კი უკრაინელებმა არტილერიამ და არა მხოლოდ არტილერიამ სისტემურად გაადადგურა რუსების ლოჯისტიკა თუ ლოჯისტიკა, ხიდები, საწყობები, მომარაგება, რა ვიცი, რუსული ძალები და სწორედ რუსული ძალები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქალაქი. ხერსონის განთავისუფლება იყო პოლიტიკური დარტყმა კრემლისათვის. ეხლა სხვა დარტყმებზე აღარც გავამახვილებ თქვენი ცდებართვით ყურადღებას, მათ შორის რუსების შიდა ბუნტებზე, პრიგოჟინზე და სხვებზე, იქ კრემლში მიმდინარე ამბებზე, პროცესებზე, შიდა დინებებზე, ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ზედაპირზე არის და ვილაპარაკოთ არა პრიგოჟინზე, რაც ასევე ზედაპირზე იყო, არამედ უკრაინელთა წარმოუდგენელ გმირობაზე და თავდადებაზე ქვეყნისათვის. განთავისუფლება ხერსონისა აკიკითხაეთი იყო პოლიტიკური დარტყმა კრემლისათვის, მაგრამ უფრო დიდი დარტყმა იყო, გავბედავ და ვიტყვი, ოპერაცია ქართულად როგორ არის, ობობის ქსელი, აბლაბუდა, პაუცინა, ომი რუსეთის სიღრმეში და სტრატეგიული ბომბდამშენების და სტრატეგიული თვითმფრინავების და ბომბდამშენების განადგურება უკრაინის მიერ და რუსეთის სიღრმეში. ომი აღარ იყო მხოლოდ აღარ მიმდინარეობს ამის შემდეგ და მანამდე მხოლოდ ფრონტის ხაზზე. ოპერაცია პაუცინა, ანუ ობობის ქსელი გულისხმობდა დივერსიულ წარმოუდგენელი ოპერაცია და დრონებით ოპერაციას რუსეთის სიღრმეში, რუსეთის შიგნით. და კიდევ ჩვენ ვიცით, რომ აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, უფრო ზუსტ აღარც ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენი ნავთობის ბაზა, რამდენი საწყობი, რამდენი იარაღის მარაგი, რამდენი სიღრმეში არსებული სტრატეგიული სხვა ობიექტები ნადგურდება უკრაინელების მიერ. აგე ფლამინგო, მიცით თქვენ, ფლამინგოს რაკეტით, იცით თქვენ 3-4 დღის წინაც გააკეთეს უკრაინელებას საჩუქარი გაუკეთეს პუტინს, რომელიც რასაკვირველია ინფორმაციულ ვაკუუმშია, როგორც დიქტატორთა 99 და მეტი, 100%. მოკლედ სამხედრო აეროდრომებიც ააფეთქეს, ლოჯისტიკური ცენტრებიც ააფეთქეს უკრაინელებმა და ომი გადავიდა იმ სტადიაში, სადაც კრემლი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, გავიდა უფრო სწორად ამ სტადიიდან, როცა სადაც კრემლი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. დრონები არის თავარი, მაინც ან დრონების ეპოქაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხო, დრონების ეპოქამ წაშალა საზღვრები. რუსეთის სიღრმე სტრატეგიული თუ არასტრატეგიული სიღრმე აღარ არსებობს. აბსოლუტურად დაცული იყო ის და აბსოლუტურად დაუცველი გახდა ამის ნათელი თვალსაჩინოება. სხვადასხვა არის კურსკი. წარმოიდგინეთ, ოკუპაცია ხდება უკრაინის ცალკეული ოლქებისა და ოკუპირებულმა ქვეყანამ ოკუპაცია, კარგი კონოტაციით ამ შემთხვევაში, მოახდინა რუსეთის ერთი ოლქის ერთი ნაწილისა. კურსკი არის ომის გეოგრაფიის ცვლილება. კურსკი არის ისტორიული სიმბოლო რუსეთის სამხედრო ძალის დასუსტებისა. უკრაინული შეტევები და დივერსიები ამ რეგიონში იყო ფსიქოლოგიური გარდატეხა დამატებითი. კიდევ ერთი ფსიქოლოგიური გარდატეხა უკრაინელებისთვის საჭირო ესოდენ. ომი პირველად სწორედ კურსკში და არა სხვაგან გადავიდა იმ ქვეყნის მხარეს, ვინც დაიწყო ეს ომი. და ასაკვირველია ეს ყველაფერი არა მხოლოდ უკრაინელების დამსახურება, არამედ დასავლეთის ხანდახან როს ძინავს, აი ბაიდენს მძინარეჯო ერქვა თუ შეერქვა, ხო? და არც ევროპა იყო ბაიდენს და მაინც ბაიდენის ეპოქაში განსაკუთრებით ყურგან მობერტყილი თუ თვალებ გახელილი. ხო, მაგრამ მაინც დასავლეთი იყო უკრაინის მხარეს, ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა, დახმარებებიც მიდიოდა და მიდის. ბაიდენის ეპოქა არის სხვადასხვა გვარად შესაფასებელი, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყო მაინც, ასე უნდა ვთქვათ, საკმაოდ დიდი
სამხედრო დახმარება, ჰაიმარსების, აერო თავდაცვის სისტემები, ფინანსური და უბრალოდ სანქციების პაკეტები. მაგრამ ევროპა იმ ხანად, ანუ ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში თუ პერიოდში იყო ძალიან უკიდურესად თხილი მემახსენდება გერმანელებმა თქვეს, აღარ მახსოვს ზუსტი რაოდენობა, თუ არ ვცდები 500 ჩაფხუტს გაუგზავნითო, თუმცა ბაიდენმა თქვა, თუ მცირე შეჭრა იქნება, არ არის პრობლემაო რა მცირე შეჭრა. მცირე შეჭრა იყო ყირიმში, ნახევარკუნძული დაიკავეს 2014 წელს, 2014 წლის გაგრძელებაა, ეგ რა მაგის პასუხია 2022 წელი. მოკლედ, ევროპა ფრთხილი იყო მეთქი, ენერგოდამოკიდებულიც იყო და ნელ-ნელა ევროპა თავისუფლდება რუსეთისაგან. ევროპა შეშინებულიც იყო ესკალაციით. ევროპა თითქოს აი ბაიდენზე ხომ ამბობენ რომ ის მძინარე ჯო იყო, ევროპაც კაი მძინარე იყო, მეთქი ამას თუ ვიტყვი, არ გადავაჭარბებ. უკვე შემდგომ 2025 წლის იანვრის 20-დან თეთრ-სახლში შედის ტრამპი, ბრუნდება ტრამპი და იწყება ტრამპის ეპოქა. არა მარტო უკრაინის კონტექსტში, ეგრა მაგის პასუხი, არამედ საერთოდაც იწყება ტრამპის ეპოქა, იცით თქვენ რომ წელიწადზე 12 არის გასული მისი თეთრ-სახლში დაბრუნებიდან და დინამიკა არის საოცარი. ტრამპის ეპოქა და იძულებითი გამოფხიზლება სწორედაც რომ ევროპისა დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა დაბრუნებამ ესე ვიტყვი, ევროპაში მაინც გამოიწვია ასე გეტყვით შოკის ეფექტი და აიყო ასეთი ახლაც ისმის ეს კითხვა, ამერიკა რომ აღარ იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ამერიკა რომ არ დაგვეხმაროს და ტრამპს აქვს სავსებით ნათელი გზავნილი, ამერიკა დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენს 500 ჩაფხუტზე ვუტრირებ ცხადი არ უნდა ილაპარაკოთ. თქვენ საკუთარი თავის უნდა დაიცვათ. ერთის მხრივ ამარაგებ, კი არა, იღებ ფულს რუსეთისაგან და მეორეს მხრივ ამარაგებ უკრაინას იმ მცირე შესაძლებლობებით, წირი შესაძლებლობით, ამ წირად, როგორც ამარაგებდი ბაიდენის დროს, ესე არ გამოვა. დაახლოებით ეს არის, ეს იყო გზავნილი და ეს არის გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისა და რუბიომ დაუსვა წერტილი. ყველაფერს მათ შორის ჭორებს იმის თაობაზე, რომ მიუხედავად კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ, რომ ნატოს დაშლა უნდა შეერთებულ შტატებს არ უნდა, ოღონდ ევროპაც უნდა იყოს ადეკვატური და ხდება მეთქი, ევროპა ადეკვატური მეთქი ამას თუ ვიტყვი, სულაც არ გადავაჭარბებ, ევროპამ დაიწყო თავდაცვის ბიუჯეტებს, სხვათა ბიუჯეტების და სხვათა შორის ტრამპმა ააწევიდა 5%-მდე, ეგ რა მაგის პასუხია. სამხედრო წარმოების აღდგენა დაიწყო, სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყო საუბარი და ავტონომი საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო და რეალური გეგმებიც იდება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოსწორდეს არა პორტუგალია, არამედ გერმანია, არა ესპანეთია, საბერძნეთი, არამედ ბრიტანეთი, ის არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მაინც საფრანგეთი, ანუ დიდი ის სახელმწიფოები, თორე სლოვაკეთი გამოფხიზლდება თუ არა საბოლოო ჯამში ვის აინტერესებს, ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროპის შუაგულს, ან ევროპის ცენტრებს, პარიზი, ბერლინი, ბრიუსელი რა საქმეა, წარმოადგენენ. ევროპა გამოფხიზლდა, მაგრამ მაინც ასე უნდა თქვა, შიშით, გარკვეული შიში მაინც დაჰკრავს ევროპის გამოფხიზლებას. SVO, რომელიც ვერ განხორციელდა კრემლის გეგმა იყო სწრაფი ოპერაცია და ვერაფერი ვერ მიიღო. რეალობა არის ასეთი, რომ 4 წლიანი გამოფიტვის ომი დაიწყო, გრძელდება, თუ გდებოთ ასე ვიტყვი, ათობით ათასი მსხვერპლი არ არის. ეს ტყუილი ამბავია. მილიონს გადააჭარბა დაღუპულთა რუსია, ხო შეახოცეს და შეახოცეს, არავითარი ემპათია, არავითარი რაღაცა განსაკუთრებული გზნობა რასაკვირველია რუსების მიმართ არ მაქვს და არც გვექნება, მაგრამ მაინც როგორც ადამიანებზე ვილაპარაკოთ, ადამიანები პუტინმა საკუთარი მოქალაქეები მოკლა, უბრალოდ ისეა გამოპუტინებული მთელი რუსეთი, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობას მას ამ დიქტატორს ვერ უწევენ. მილიონზე მეტი ამ მსხვერპლი დაჭრილთა და დაღუპულთა რუსეთი სანქციებით შეზღუდული სახელმწიფოა, სანქციები მას ეთყობა და კიდევ უფრო მეტად დაეთყობა, მის ეკონომიკას ეთყობა, საერთაშორისო იზოლაცია მოხდა რუსეთისა, მას არ ეგონა რომ ასე მოხდებოდა და სხვათა შორის ესეც მნიშვნელოვანი ანალიზია ალბათ პუტინმა შეაბიჯა მოუბრუნებლობის წერტილი გადალახა, ის უკვე იმდენ შეცდომა დანაშაულს ჩადის, რომ ახლა მათი გამოსახის შენარჩუნებით მათი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია.
საერთაშორისო იზოლაციაზე ვთქვით, სანქციებზე ვთქვით, ჩრდილოვანი ფლოტი რომ არ ვახსენოთ დასავლეთ განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, დასავლეთმა მთელმა და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებმა დაიწყო მისი ჩრდილოვანი ფლოტის ცალკეული გემების და ყველას მისცნობა, დაყადაღება და შეზღუდვა და რუსეთის ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსებიც რასაკვირველია შეზღუდულია, კი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩინეთი ეხმარება, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა, რელევანტური მოსაზრებებია, მაგრამ აი რუსული სიტყვა რო არ ვიხმაროთ დაპარი და ვრემენი, მეთქი არ ვიხმარ, ეს მაინც დროებითია, იმიტომ რომ დიდი მოთამაშე ვაშინგტონი და დიდი მოთამაშე პეკინი ამ საკითხზე მე დარწმუნებული ვარ, რომ მოილაპარაკებენ და კიდევ ერთხელ ვიტყვი მოილაპარაკებენ. ჩრდილოვან ფლოტზე მაინც კიდევ ვთქვა, ტანკერები, რომლებიც ცდილობდნენ ნავთობის ექსპორტის რუსული ნავთობის ექსპორტზე გატანას, ხო? და სანქციებისაგან გვერდისავლას, ხო, ესენის მოხვდნენ გარკვეული კი არა მნიშვნელოვანი სანქციების ქვეშ. სანქციები აღიარებნელია, მაგრამ სტრუქტურული ზემოქმედება და სტრატეგიული ზემოქმედება მაინც აქვს, მაინც ზემოქმედებენ დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ამ სანქციების დაწესებით. რუსეთის სტრატეგიული მარცხი, ხო, ეს არის გარდაუვალი კი არა, უკვე შემდგარი ამბავი, სტრატეგიული მიზანი მისი იყო უკრაინის დამორჩილება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, შედეგი კი არის უკრაინის იდენტობის გაძლიერება. უკრაინა ახლა მესმის რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა და რასაკვირველია ყველას, აი ინდივიდუალურად რო კადრებს რო უყურებ თვალს ხუჭავ. არა მარტო ბუჩის კადრებზე, არამედ აი სასაფლაოებზე დროშები რო აღმართული და ფოტოები რო ახალგაზრდებისა ხუჭავ თვალს, იმიტომ რომ უზარმაზარი ტრაგედია. უკრაინა დიდი სახელმწიფოა, ტერიტორიულადაც დიდი სახელმწიფოა, მოსახლეობითაც 35-40 მილიონია, მაგრამ ამის მიუხედავად რა მნიშვნელობა აქვს? როცა ყავს 300-400 დაღუპული, ხო ძნელი გადასატანია. მაგრამ მეორე მხრივ უკრაინამ იდენტობა გაიზარდა, მარტო შეინარჩუნა, არამედ შექმნა და გაძლიერდა მისი იდენტობა ახლა შეკრულია, ერთ სულ ხალხია ახლა უკრაინელები დამოუკიდებლად იმისა, დამოუკიდებლად ეროვნებისა. რუსეთმა კი დაკარგა ევროპის ენერგეტიკული ბაზარი, ეს რომ ვიცოდეთ მაინც, პრინციპში ბოლოსკენ გავდივართ, ეს ჩემი ვიდეო ბლოგია ვიშევანკა მაცვია, მეთქი აქ გითხარით და ამით ვესალმები გმირ უკრაინელ ხალხს. რუსეთმა დაკარგა ენერგეტიკული ბაზარი, ელიტური სამხედრო ნაწილები, საერთაშორისო რეპუტაცია, ომის დასრულების პერსპექტივა არის ამგვარი. ომი შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებებით, ამაზეც ვიტყვი, შეიძლება გაიყიდოს, შეიძლება დასრულდეს უკრაინელთა, რუსების ვეღარ, უკრაინელთა გარღვევით, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია, ერთი რამე უკვე ნათელია, როცა ვამბობთ, რომ უკრაინა სტრატეგიულად გამარჯვებულია, ეს უბრალო სიტყვები არ არის. უკრაინა არ დაიშალა რისი სურვილიც, ისი ამოცანაც, ისი რა მიზანიც ჰქონდა რუსეთის ფედერაციას და შლეკ პრეზიდენტ პუტინს. და როგორც ერთხელ თქვა ვლადიმერ ზელენსკიმ, ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ბავშვებმა კარგად უნდა გაისიგრძეგანოთ. ჩვენ უკრაინელები ვიბრძვით იმისათვის, რომ ბავშვებმა აღარ იბრძოლონ და ბოლოს ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, გარდაულად აუცილებელია ამის თქმა. 24 თებერვალი აღარ არის უბრალოდ ერთი თარიღი. ეს არის წყალგამყოფი, მათ შორის ჩვენ საზოგადოებაშიც. გაგიკვირდებათ და ეს არის დღე, როცა იმპერია შეეჯახა ქვეყანას, ერს, ხალხს, საზოგადოებას, ინდივიდებს. იმ ინდივიდებს, რომლებიც არ აპირებდნენ მოხლის მოდრეკვას და არც ახლა აპირებენ. შეიძლება კრემლი არ აღიარებს ამ მარცხს და არც აღიაროს ეს მარცხი არასოდეს. პუტინმა შეიძლება არასოდეს არ თქვას ეს სიტყვა, რომ და აპრაიგრა, რუსია პრაიგრალა, არ იტყვის. მაგრამ ისტორია ხშირად ჩუმად, მაგრამ ისტორიის სახელმძღვანელოებშიც მეთქი თუ ვიტყვი ასე, წერს დასკვნებს და დღეს 4 წლის შემდეგ 24 თებერვალს 2026 წლისა 4 წლის შემდეგ თავარი კითხვა აღარ არის. ვიმეორებ, ეს ხომ აღარ არის ეს კითხვა.
დაეცემა თუ არა უკრაინა? მთავარი კითხვა არის, რამდენ ხანს გაუძლებს იმპერია, რომელიც ამ ომს ვერ იღებს. ეს იყო ჩემი ვიდეობლოგი უკრაინის თაობაზე. სლავა უკრაინე, გეროям, სლავა.